უამინდობის გამო რეგიონებში პრობლემებია, ფოთსა და ბათუმში შტორმია, პარალიზებულია პორტი, თავს აჭარის მაღალმთიანეთში ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი და ბათუმი ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი. ელექტროენერგიის გარეშეა რამდენიმე სოფელი, შეზღუდვები დაწესდა რიკოთის უღელტეხილზეც. რამდენიმე საათიანი თოვის შემდეგ დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა მთლიანად დაიკრძალა. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უამინდობაა დასავლეთ საქართველოში, ბათუმში სანაპიროზე შტორმი 5 ბალიან ნიშნულს უახლოვდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მცურავის საშუალებები იახტ-კლუბში გადაიყვანეს. შტორმმა სამაშველო სამსახურის საგუშაგო დააზიანა, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამინდის გაუარესების პიკი დღეს უნდა დასრულდეს. არის 15 მეტრი წამში ქარი, რომელმაც ამ საღამოდან უკვე უნდა დაიკლოს, როგორც ქარმა, ასევე შტორმმა. შტორმია ფოთშიც, მისი სიმძლავრე 5 ბალს აღწევს. უამინდობის გამო პარალიზებულია პორტი, შეწყვეტილია საზღვაო მიმოსვლა. წვიმის და ძლიერი ქარის გამო ქალაქში ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა. ამ დროისთვის დენის მიწოდება სრულად აღდგენილია. დღის განმავლობაში იქნება 6 ბალი, ღამით უკვე იქნება 5 ბალი და ხვალიდან იწყებს კლებას. ტემპერატურა გვექნება 10-12 გრადუსი, ღამით 8-10 გრადუსი და ზეგიდან უკვე გამოიდარებს. შტორმთან ერთად დიდთოვლობაა დასავლეთ საქართველოში, აჭარის მაღალმთიან სოფლებში დილიდან გადაუღებლად თოს. ამ დროისთვის ხულოში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს. უხინალექის გამო გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მთელი ღამის განმავლობაში სოფლებთან დამაკავშირებელი სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ცენტრალური საავტომობილო გზა ახალციხის მიმართულებით გოდერძის მარშრუტზე შეწყვეტილია ცუდი ამინდის გამო. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, ამჟამად მოძრაობა სამარშრუტო ხაზის აღდგენილია. დიდთოვლობის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აჭარის მაღალმთიან სოფლებს. აჭარასა და გურიაში საერთოდ ჯამში 7000-მდე აბონენტს. უამინდობამ სოფელ გურიამთაში 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი მერია დააზიანა, რამაც სოფლებისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მეწყრული ფერდობის ჩამოზოებას გზის სავალ ნაწილზე. გარემოსერვიული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ, უშინათ და დღევანდელ დღესაც ადგილზე არიან. შემუშავებული იქნება დამცავი რეკომენდაციები შესაბამისი ღონისძიების გასტარებლად. ჰქონდა ენერგოპლუს წარმომადგენელთან საუბარი, დღის ბოლომდე მაღალი ძაბვის 35-იანი კაბელების და ბოძების აღდგენა მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი. სტაბილური მდგომარეობა ხულოსა და შუახევში მუნიციპალიტეტები მომზადებული დახვდნენ ნალექს. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო დღეებში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, მომდევნო 2 დღის განმავლობაში კი ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.